გენიალური იდეა მოგვივიდა. სრულიად მოუმზადებლებით ტაბაწყურისკენ გავეშურეთ. გზაში უამრავი საინტერესო ადგილი ვნახეთ. უსიამოვნო ინციდენტები შეგვემთხვა და დაგეგმილ მარშრუტსაც კი გადავუხვიეთ. მოდი კომფორტულად მოკალათი და დავიწყოთ თავიდან. დღეს არ გვექნება სტანდარტული ტესტ-დრაივი, მაგრამ გვექნება ძალიან საინტერესო თავგადასავლებით სავსე ვიდეო, რადგან მივდივართ თბილისიდან ტაბაწყურის ტბაზე. დღეს გაჩვენებთ, როგორ ვიღებთ სარეკლამო რგოლებს მე და ჩემი გუნდი. ბაკურიანში სად შეგვიძლია დავისვენოთ ყველაზე კარგად. ორ დასტერს შევადარებთ ერთმანეთს, ერთი არის მექანიკური კოლოფით, მეორე არის ავტომატური, ერთი არის 4x4-ზე, მეორე არის წინაწამყვანი და მოკლედ უკვე ძალიან ბევრი განსხვავება აღმოვაჩინეთ მათ შორის და დანარჩენს გზაში კიდევ უფრო კარგად ვნახავთ. ძალიან მაინტერესებდა ეს მოდელი, იმიტომ რომ გამოსვლის დღიდან უამრავი ვიდეო გავრცელდა, ჩემო საყვარელმა ავტოლოგერებმა ბევრმა გადაიღეს, ნახოთ რა შეუძლია და იდეალურ გარემოში მივდივართ იმისთვის, რომ გამოვცადოთ ეს ავტომობილი. ერთადერთი რაც გვაკლია, რომ კიდევ უფრო კომფორტულად ვიმგზავროთ ბაკურიანამდე და შემდეგ უკვე ტაბაწყურამდე, ეს არის რა თქმა უნდა არეონი. ერთი არის წიწვოვანი ტყე, მეორე ატამი, ფერებშიც ჩდება. ეს თქვენ და წავედით. დღევანდელი ვიდეო არ ეძღვნება Renault Duster-ის ტესტ-დრაივს და ცენტრმა გამოგვატანა Renault და ჩვენ ტესტავთ და YouTube ვიდეოს ვაკეთებთ. ეგ სიტუაცია არ არის. დღეს მე და ჩემი გუნდი Admire Production-ი მივდივართ ტაბაწყურზე, სადაც უნდა გადავიღოთ Renault-თვის ფოტო და ვიდეო კონტენტი და ჩვენ ზოგადად საქართველოში არსებული საავტომობილო ცენტრების ალბათ 80-90%-ს ვემსახურებით. ამის გარდა ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობთ ამ მიმართულებით, არა მარტო საავტომობილო სფეროში და დღესაც გვაქვს ერთ-ერთი გადაღება, სადაც გვინდა რომ უბრალოდ წაგიყვანოთ და თქვენს გაჩვენოთ როგორ მიმდინარეობს პროცესები და ასევე საბოლოო შედეგი თუ რას გადავიღებთ. არასტანდარტული მარშრუტებით ვივლით დღეს. ავტობანზე შემოვედით თბილისიდან და პირველივე გასასვლელზე გამოვედით და გაჩვენებთ დღეს მთელი ვიდეოს განმავლობაში ავტობანს მიღმა როგორი ლამაზი ადგილები იმალება. უკან მოგყვება ეს მწვანე დასტერი მექანიკური კოლოფით და სადღაც არ ვიცი სად, მაგრამ გზაზე სადღაც გავცვლი და მექანიკური კოლოფსაც გავტესტავთ და გაჩვენებთ. ამაზე რისი თქმაც მინდოდა, საჭი არის ზემოდანაც ესე ვთქვათ წაჭრილი, ბრტყელი, რაც ესე კომფორტულია რომ ხელი მოვკიდოთ და ესე ვმართოთ. მაქვს გადამრთველები საჭეზე. ფიცხი ტიპია და ალბათ უფრო მეტი შეგრძნებებისთვის დაამატეს. ინტერიერი არის ძალიან განახლებული, ყველაფერი, ანუ ახალი სიტყვა აქვს ნათქვამი Renault-ს. ახალი მულტიმედია, უკაბელო CarPlay გვაქვს. გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ძალიან გავს Porsche-ს ახალს. ინსპირაცია აშკარად Porsche-სგან მოდის. ყველაზე მთავარი ბაკურიანი ტაბაწყურის გზაზე გავტესტავთ როგორ იulis ეს ორი ავტომობილი უგზოობაზე. 4-ვე გადმოვედით მწვანე დასტერში. არიამ იulis ახლა მოხრეშილ გზაზე ასე ვთქვა და ჩვენ გვერდიდან გადავუღებთ კადრებს. ეს ფოტოგრაფის ადგილია. ბატონო ფოტოგრაფი, როგორ ძანდება? გენიალურად. წავედით. რაში ხარ დარწმუნებული? იმაში რა Renault-ის კადრები იდეალური იქნება. სამწუხაროდ რამდენიმე წამში ეს პოზიტივი გაქრა. ძალიან ცუდი რაღაც შეგვემთხვა. დრონის მოსწრა კამერა ელემენტიდან ჩაიხსნა, ახლა ვინც იცით მიხვდებით, ელემენტიდან გაძვრა თვითონ რონინის, ანუ გიმბალის მექანიზმი, FX3 და Tamron-ის 2875. ლიზა აღარ ვარგა, ნუ გაკეთდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ რაც ავარია FX3 გადარჩა. ძალიან ცუდი დასაწყისი გვაქვს, მაგრამ იმედია რომ ბოლოს იდეალურად დავასრულებთ ყველაფერს. არის ჩამოვარდნის კადრი, ჩართი აბა. როგორი განწყობით დაიწყე დღე? ძალიან კაია. სპამდეც არ მივსუვართ და უკვე ძალიან შემიყვარდა ეს მანქანა, იმიტომ რომ უგზოობაზე მართლა მოლოდინებს აჭარბებს, ან ძალიან მაგარია.
გორისმართან მოვედით. კამერას ლინზა აღარ აქვს. მოკლედ, ეხლა მეორე ლოკაციაზე მივდივართ, რომელიც იქნება ქარის წისქვილები და რას ფიქრობ აბა ქარის წისქვილებს? მაგრამ უვეროს რა. მშვენივრად გამოიყურება, მე მომეწონა. სიამოვნებით ვიყოლიებდი ესეთ მანქანას. ხო, დეილი ქარად. ქარის წისქვილებთან ამოვედით. წარმოდგენაში უფრო კაი რაღაცები გვეგონა იქნება და აქ ანუ გზა არის ძალიან ქვებიან, რაც არც მანქანისთვის არის კარგი და არც გადასაღებად აქ რო იყოს დატკეპნილი მიწა იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური და ბევრად უფრო ლამაზი, თუმცა მაინც მოვახერხეთ რამდენიმე კარგი კადრის გადაღება. ახლა სოსო მუშაობს ფოტოებზე. ქარის წისქვილები გვაქვს ფონზე, წინა წამყვანს ვაყენებთ გზაზე, უკანა წამყვანს ვაყენებთ უკვე გზის იქეთ, რომ რაღაც ამით გამოვხატოთ ის, რომ ხო ხდებით რაც 4-4-ზე და წინა წამყვანი. გზა და გზა მოვდივართ, სულ მუშაობთ, ტემპი არ ნელდება და ეხლა ფოტოების გადაღება ისეთი მონატრებული მაქვს, წავალ სოსოს შეუერთდები ფოტოებზე და აქვე მინდა ვისარგებლო მომენტით ნებისმიერი ავტომობილის ჩამოყვანა, რაც არ უნდა გადაწყვიტოთ Carline-ისგან, შეგიძლიათ ყველაზე სწრაფად და ყველაზე კარგ პირობებში. ეს არ არის შაბლონური წინადადება, მართლა ეგრეა. ფასები აქვს ძალიან კარგი, როდესაც შევადარეთ სხვა კომპანიებს. შეგიძლიათ თავადაც შეადაროთ, დარწმუნდეთ ამაში და მხოლოდ მას შემდეგ დაიჭიროთ საქმე Carline-თან. ასევე $200 ფასდაკლება, ვინც სექტემბერში იყიდის ავტომობილს Carline-ში ჩემი სახელით, ეს ისევ ძალაშია. გამოვიწეროთ არხი 47000 გამომწერზე, გავათამაშებთ iPhone 17 Pro Max. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Leader Motors კომპანიას, რომელსაც სრულად ვანდობთ თვლების ხრიდან დაწყებული სარობოტე სამღებრო სამუშაოებით დამთავრებული ავტომობილზე საერთოდ ყველაფერს და ეხლა ახალი მანქანა, რომელიც ჩამოვიდა ოქტომბერში, გაიგებთ რა მანქანა, მაგასაც ძალიან მაგრად გაგვიკეთებენ, დარწმუნებული ვარ. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა Areon-ს, რადგან ყოველჯერზე რომ ვაღებ წინა წამყვანი დასტერის კარს და შიგნით ეს რაღაც ძალიან მაგარი არომატი მხვდება. მადლობა. ახლა ვართ დაახლოებით ხაშურის ტერიტორიაზე, ავტობანიდან მარჯვენა მხარეს, სადაც არის ესეთი ძალიან მაგარი გარემო ფოტოებისთვის, ვიდეოებისთვის. არც ერთმა არ ვიცოდით აქაურობის შესახებ და ესე გადმოუხვიეთ და აღმოვაჩინეთ. ასე რომ ხანდახან სტანდარტული გზიდან გადახვევას და რთული მარშრუტების არჩევას უფრო ლამაზ ადგილებში მივყავართ. საათი არის რაც გზაში ვარ და როგორც იქნა ჩამოვედით სასტუმრო კრისტალ ჰოტელენ სპაში. კარგ დროს მოხვედით, 9:30 საათია დარჩენილი ვახშმის დასრულებამდე და წავალთ ახლა ვივახშმეთ, მე ამოვბარგდებით და მე ალბათ სამაგიდო თამაშებს ვითამაშებთ. დღე მეორე, ვისაუზმეთ, მოვემზადეთ, ვლაგდებით ავტომობილებში, შემოგვიერთა კოლეოსიც, რომელიც იქნება ჩვენი კამერაქარი და წავედით ტაბაწყურს. დავიძარით, მე ვარ მექანიკადასტერით. აი რო არ გაფუჭდება ეგ განცდა მაქვს მუდამ და ეგ ძალიან მომწონს მანქანაში. ვიწრო შუშები აქვს და ეს ბევრს მოგწონთ. ჩემს გარემოში ვარ უფრო მეტად იზოლირებულად ვგრძნობ თავს. აი ახლა გამოვდივართ უკვე აკურიანიდან, აქ უნდა მოხვიდეთ.
წინ არის ბაკურიანის შემოვლით ახალი გზა რაც გაკეთდა და აი მარცხნივ უნდა წახვიდეთ ტაბაწყურისკენ. ტაბაწყურის გზა დაიწყო პირდაპირ ძალიან ლამაზი ხედებით, უკვე ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება. დავიწყებთ ცოტა ხანში გადაღებას და გაჩვენებთ რას ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღება ტაბაწყურზე გვქონდა დაგეგმილი, გზა იმდენად ლამაზი აღმოჩნდა, რომ დროზე ადრე დავიწყეთ ტექნიკის მომზადება. გული არ გაიტეხო აჩი. ტაბაწყურისკენ მიმავალ გზაზე რენოს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აღმოვაჩინეთ, რომელიც რეალურ მომენტში გვაჩვენებს თვლებზე ძალის განაწილებას. ნამდვილად ულამაზესი ბუნებაა და ვისაც ყავთ მაღალი გამოვლობის ავტომობილი, აუცილებლად წამოდით და ისიამოვნეთ აქაურობით. კი, გზაში არის მტვერი, მაგრამ დახურული ავტომობილით ეგ დისკომფორტს არ შეგიქმნით. ბაგით, კვადროციკლით თუ წამოხვალთ, გაითვალისწინეთ, ეგ აუცილებლად ჯობია ან ნაწვიმარი იყოს, ან ოდნავ მაინც წვიმდეს, ვიდრე ამ მტვერში იაროთ. ეხლა გავჩერდით აქ გზაზე ჯვართან და გაჩვენებთ უბრალოდ რა ლამაზია აქაური გარემო. აი, ულამაზესია ყველაფერი. ეს ავტომობილებიც ძალიან უხდება ამ გარემოს. 360 შესანიშნავი ხედები. წინა წელს ვიყავი რუმინეთში. რუმინეთში არის ძალიან ცნობილი ორი გზა. ერთი არის ტრანსფაგარაჟანი, მეორე არის ტრანსალპინა. ავტომოყვარულები, ვინც არიან, ალბათ ყველას ეცოდინება ეს გზები. სტოპ გიარის გადაცემაც იყო მან ჩაწერილი და მათაც კი აღიარეს, რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ავტომობილით გადასაადგილებლად და ეხლა აქ რო ჩამოვედით, მაგას ვამბობდი, რომ საერთოდ არაფრით ნაკლები გარემო არა გვაქვს საქართველოში. აი, თუ მეტი არა, უბრალოდ აი გზა რო იყოს, აი მერწმუნეთ, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნებოდა ავტომოყვარულებისთვის. თუ ტაბაწყურის ტბას ბაკურიანის მხრიდან ესტუმრებით, აუცილებლად იქონიეთ თან პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რადგან გზად შეხვდებათ საგუშაგო, რომელიც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს იცავს და აუცილებლად მოგთხოვენ იდენტობის დაზუსტებას. არ ვიცი რამდენად კარგად ხედავთ, აი იქ არიან ჩვენები გზაზე. ესე უნდა წამოვიდნენ და არტყანწრე და აი ასე ჩამოვიდნენ და ჩვენ მოკლე მოვჭერით და საკმაოდ დიდი მოკლე გამოგვივიდა, შემოკლება გზის უпростоრად. აი ახლა ჩავალთ დაბლა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ დალიფტული მამაკაცური დასტერით. აი გამოვიარეთ წეღან ფოტოებისთვის. ეხლა მაინტერესებს ამ გუბეში როგორ გაივლის, არ ვიცი რამ სიღრმეა ესეთი, ძალიან ღრმა არ ჩანს, მაგრამ ახალი ნაწვიმია ტალახი იქნება. ჯერ ვწდი ნელა, ზედმეტი ინერციის გარეშე მაინტერესებს უბრალოდ ნელა თუ გავა და მერე კადრისთვის მაგრადაც მივსვრით მანქანას. ეს გუბე ბევრად უფრო ღრმა ჩანდა ვიდრე აღმოჩნდა, მაგრამ ყოველთვის ჯობია წინასწარ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რადგან წინ შეგხვდა ისეთი გუბე, რომელიც ღრმა არ ჩანდა და ღრმა აღმოჩნდა. Everyone rejects me, even in my best dreams. And I've come to realize I can see it in your eyes. ამ პატარა გუბემ დიადი ფოტოების შექმნის საშუალება მოგცა და როგორც იქნა, ტაბაწყურის ტბასაც მივუახლოვდით.
კვირის ტბა. ამოვედით ტაბაწყურზე, ვულკანური წარმოშობის ტბა. ეს ტბა იკვებება, როდესაც თოვლი ძნება დამტნარი თოვლით, ზამთარში და ასევე მიწისქვეშა წყლებით. არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი საქართველოში. ვინც არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად გირჩევთ, წამოხვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავია აქაურობა და ყველას მოეწონება. მოკლედ არინანებთ აქ თუ ჩამოხვალთ. ბაკურიანის მხრიდან თუ წამოხვალთ, გათვალეთ, რომ დაგჭირდებათ მაღალი გამოვლობის ავტომობილი. რენო დასტერმა გვაჩვენა, რომ 4-ვე წამყვანი არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ წინა წამყვანი დასტერით ძალიან მარტივად გაუმკლავდა იმ საკმაოდ რთულ გზებს. არის მონაკვეთები, სადაც პირდაპირ კლდოვან ქვებზე მოდიხარ და გზა თითქმის გამქრალია. ეხლა ჩემი გამოცდილებით დასტერზე, აი ამ ხელა გზაზე გაიტესტა ყველანაირად და ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია თავის ფასში იმ შემთხვევაში თუ ახალი ავტომობილი გვინდა. თუ გვინდა უგზოობის ავტომობილი და ვრანგლერი მაგალითად, ფორრანერი და ასე შემდეგ, კი ბატონო დაზიანებული ამერიკიდან შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ იგივე ფასად. ზუსტად ფასები ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ რენოს ცენტრს მიმართოთ, იმიტომ რომ არ მინდა ძალიან აუცდე. დაახლოებით 20-დან 25,000 ევრომდე მერყეობს, როგორც ვიცი. დამოკიდებულია გადაცემათა კოლოფზე, ამძრავ თვლებზე და ზოგადად კომპლექტაციაზე. სულ მქონდა ის განცდა, რომ არ გაფუჭდება, არაფერი არ მოუვა და საკმაოდ თამამად მოვდიოდი ამ ორივე ავტომობილით, განსაკუთრებით მწვანე დასტერით, რომელიც არის 4-ვე წამყვანი, თან არის მექანიკური კოლოფით და აქვს უკვე სulis რეჟიმების არჩევა. პირველად მოგვიწია ბლოკირების ჩართვა, ეგეც უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით, როდესაც აი ტბაში გავიარეთ, რადგან სველია ზედაპირი და ჯობდა კარგად მოჭიდებოდა და საბოლოო ჯამში კარგი გამოსვლა გამოგვივიდა. ახლა გავაგრძელებთ ულამაზესი კადრების გადაღებას. საბოლოო შედეგს ნახავთ ედმაიერის ინსტაგრამზე და რენო საქართველოს სოციალურ ქსელებში ზოგადად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბიჭებს, ძალიან მაგრად იმუშავეს და ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მარიამსაც, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სტანთ დრაივერი გამოდგა კადრებში, იდეალურად აკეთებდა ყველაფერს და მანაც იხალისა, კარგად გავერთეთ და საბოლოო ჯამში ყველას მოგვეწონა ეს ორი ავტომობილი იმისთვის, რისთვისაც არის ის გამოშვებული. არსებობს ერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ეს ტბა არის ხელოვნურად შექმნილი, წყალსაცავის სახით. თუმცა ნაპირზე ისეთი ნადები აქვს, რომ არ ამგონია ეს წყალსაცავი ვინმეს რამეში გამოადგეს. სხვათა შორის თევზი არის და ძალიან ხშირად მოდიან აქ თევზის შესაძენად ადამიანები სხვადასხვა მხარიდან. აქედან მივდივართ ბაკურიანში, ისევ ჩვენ ბრუნდებით, თუმცა არსებობს მეორე გზა ახალციხიდან, რომელიც არის ასფალტირებული და შეგიძლიათ მსუბუქი ავტომობილით თავისუფლად ჩამოგწანდეთ. დაუზუსტებელია ის, არის თუ არა ეს რეალურად ხელოვნურად შექმნილი, იმიტომ რომ სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა ინფორმაცია წერია, მაგრამ დაზუსტებული და ჩემთვის სამწუხარო რაც არის, ის არის რომ ეს აქ არის სრულიად სომხური დასახლება. სწორად გამიგეთ, მე არც სომხების და არც სხვა ჩვენი მეზობელი ერების მიმართ არანაირი პრობლემა არ მაქვს, გარდა რუსეთისა, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი უნიკალური ადგილი ქართველებს უნდა გქონდეს ჩემი აზრით ათვისებული. ძალიან კარგი იქნებოდა აქ რომ იყოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, აქვს ამ ადგილს ძალიან დიდი პოტენციალი, კარგი ინვესტიციით რომ გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კურორტი. მე პირადად ძალიან გამიხარდება თუ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, აქაურობა არის პირველ რიგში ულამაზესი, ასევე უნიკალური და ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი საქართველოში.
აქაური პეიზაჟები ნახატებს გავს. ისეთ შეგრძნებებს აღძრავს, რომლის გადმოცემაც სიტყვებით რთულია. თავის ხაპარში გონია, ცივი, დროში გაყინული, მთებით გარშემორტყმული დაბაწყური, ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ეს პატარა ქვეყანა ასეთი მრავალფეროვანი და საოცარი. დღეს 4 ოქტომბერია. თქვენ ალბათ 5 ოქტომბერს უყურებთ თუ როგორ წავედით ტაბაწყურზე და გადავიღეთ ძალიან მაგარი კონტენტი რენო საქართველოსთვის. ახლა კი ვართ დიდგორზე და ვიღებთ C7-ებს თქვენთვის, რომელსაც შემდეგ შაბათს ნახავთ. მაგრამ დღეს უნდა გამოვავლინოთ 3 გამარჯვებული. ზუსტად 14 დღე გავიდა და როგორც შეგპირდით, ზუსტად 2 კვირაში გამოვლინდებოდა ედითების გამარჯვებულები. პირველი ნომინაცია კარლაინის რჩეული. თქვენ ახლა აქ ხედავთ კარლაინის რჩეულს. ეს არ იყო რაღაც კონკრეტული ვიდეო და არჩეული კადრები, ეს იყო უფრო მიქსი, მაგრამ საერთოდ სხვა სტილში გადაყვანილი, საერთოდ სხვა სტილში გაკეთებული. ძალიან ბევრი შრომა, ფიქრი, დრო და ენერგია ჩადებული ამ ედიტში, ასე რომ ფიქრობ, რომ დამსახურებულად გახდა ის კარლაინის რჩეული. პირველ რიგში სანამ ჩემ რჩეულს ვიტყვი, მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მიიღეთ მონაწილეობა ედიტების კონკურსში. ყველა ვიდეო ვნახე, ყოველ დღე ვამოწმებდი, ყველას ვარეპოსტებდი, მე თვითონ ვიწონებდი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი ედიტები იყო, მაგრამ წესების მიხედვით ერთი რჩეული უნდა ავირჩიო და ის ერთი რჩეული აღმოჩნდა აი ეს ვიდეო, რადგან მუსიკა, კადრები, თვითონ ედიტი, ყველაფერი ერთად ძალიან კარგად იყო შერწყმული ერთმანეთზე და ეს Smooth Criminal ძალიან მოუხდა ამ ედიტს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ედიტის ავტორს ასევე და გადავიდეთ მესამე ადგილზე, რომელიც არის თქვენი, ანუ ხალხის რჩეული. პრინციპში მესამე კი არა, პირველ ადგილზე ხალხის რჩეული. ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა აი ამ ედიტმა. გილოცავთ სამივეს, ასევე პოსტის სახითაც community-ში დავწერ გამარჯვებულების nickname-ებს TikTok-ზე, შეგიძლიათ გამომეხმაუროთ, Instagram-ზე მომწერეთ და დანარჩენს მერე უკვე inbox-ში მივხედავთ. დაუბრუნდეთ რენოებს. ჩვენი კამერა ქარი, ჩვენი დასტერი და იქ უნდა ავიდეთ მთის წვერზე, რომელიც არის 2302 მეტრზე ზღვის დონიდან და ისიც არის სასტუმროს ტერიტორია. სასტუმრო კრისტალს აქვს ბაკურიანში ყველაზე დიდი ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არის ატრაქციონების პარკი თქვენი ბავშვებისთვის, სხვადასხვა კაფეები, 3 საბაგირო უნდა გამოიცვალოთ, რომ ახვიდეთ მთის წვერზე ტოპოგანზე და შუაში გვხვდებათ ლაუნჯი, რომელიც არის მე მგონი 1700-1800 მეტრზე ზღვის დონიდან და მოკლედ ერთი ძალიან დიდი კომპლექსია, სადაც შემოდიხარ და გასვლაც აღარ გინდა და რაც ყველაზე მთავარია, აქვს საკუთარი სათხილამურო ტრასა. სამწუხაროდ მანქანებით ვერ ავდივართ, არადა მოვემზადეთ, რომ უნდა წავსულიყავით მანქანებით, დავგეგმეთ მთელი ჰოლივუდი საბაგიროდან გადაიღებდნენ ბიჭები და ჩვენ მანქანებით ვივლიდით საბაგიროს გასწრევ და მთელი ამბები, მაგრამ მიმდინარეობს სამუშაოები. ზოგადად ისე დამსვენებლებს არ შეიძლება ასვლა, მაგრამ გადაღებისთვის კითხებს გაგიშვებთო, თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები, გზა არის გადაკეტილი და რომ არ შეუშალოთ ამ სამუშაოებს ხელი, სამწუხაროდ ვერ ავდივართ. ეთიკაცი ვინ დაემატებს? დაემატები შენ? შენ დაემატები? აი, შეხვა? Get up on your feet, feel the street, feel
პირველი დახურული საბაგიროს დასასრული და უკვე ვართ 2056 მეტრზე ზღვის დონიდან. აქეთ არის კაფე Skyline, საიდანაც ბაკურიანზე იშლება ძალიან მაგარი ხედები. ხელის გულზე ჩანს ფაქტიურად ბაკურიანი და ბიჭებიც მოვიდნენ. ახლა გადავდივართ მეორე საბაგიროზე, რომელიც არის უკვე ღია საბაგირო და კიდევ უფრო ძაფრდება შეგრძნებები ამ ხელსიმაღლეზე დახურულ სივრცეში რომ აღარ ხარ. წავედით. რაც უფრო მაღლა ადიოდა საბაგირო, მით უფრო ვრწმუნდებოდით, რომ თოვლია სეზონზე არანაკლებ ლამაზია ნაადრევი შემოდგომა ბაკურიანში. მთელი ბაკურიანი მოჩანს ხელის გულზე და კიდევ უფრო მაღლა უნდა ავიდეთ ტოპოგანით. ეხლა ცოტა ხანში დავიძრებით. ძალიან საინტერესო პროცესი იქნება ჩემი აზრით. ცოტა საშიშია. მადლობა. გადახვევი აქ საასაული. კიდევ გადავარდი. ძალიან სწრაფი. აუ, ძალიან კაი. Come on, rise and high, let the rhythm set you free. Step into the light, don't be stuck in repeat. Come on, get up, make this moment feel. სწორედ ძალიან კაი იყო მართლა. აბა რა ხდება? შენ კიოდი? არა. ამოსვლა არაფერი არ არის, იმიტომ რომ წინ უყურებ მთას და ვარც ისე მაღალზე გრძნობ თავს და ჩასვლა თუ სიმაღლის გეშინიათ, არ იქნება მთლად მარტივი ოპერაცია. ჩემი აზრით თქვენ საქმე ერთად არ უნდა გაკეთოთ. აჩი რა ხდება გაგვარკვიე ჩვენც. ჯوان რავი საიდანაც უშვებს აშკარად რა. ეს გაბუჭებული საბურავი. საბურავის შეცვლა, დუბლი 1, კადრი 1. კაი იყო მეორე დუბლი. რა მინდა საბურავის შეცვლა, არის გაღებაო კი არ. მეც მინდა. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ დიდველისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ლამაზი ადგილი. დიდი ტყეა, მაგრამ პატარა ესეთი მოსწორებული ადგილია, სადაც ამოვიყვანეთ ორივე დასტერი. ეხლა მანქანებს რაც შეეხება, უფრო კარგად გავუტესტეთ რაღაცეები და უფრო კარგად რომ გითხრათ, 1 და 2 ლიტრი აქ ძრავის მოცულობა არის ტურბინიანი. როგორც კი ბუსზე გადის, საკმაოდ ფიცხია. 4-ვე წამყვანს საერთოდ არსად არაფერი არ გაჭირვებია. რაც შეეხება წინა წამყვანს, იყო მომენტები, სადაც გაუჭირდა. მაგალითად, სანაპიროზე რო ჩავედით ტაბაწყურს ხრეში ჩაჯდა, იმიტომ რომ მხოლოდ წინა საბურავები ტრიალებდა და ასე ვთქვათ ამოთხარა და ჩაჯდა, მიწოლა დაგჭირდა რომ ამოგვეყვანა. არც საბურავი აქვს და თან წინა წამყვანია და ეს მაგიტომ ხდება. მაგრამ იმდენად დიდი ქვები ეყარა, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ცალხიდიანი მანქანა მან ჩაჯდებოდა, ასე რომ ესე კონკრეტულად დასტერის მინუსში ვერ გავიყვანთ მაგას. ძალიან ციცაბო აღმართზე უჭირს ასვლა, იმიტომ რომ არის წინა წამყვანი და როდესაც ციცაბო აღმართზე ავდივართ, წონა ავტომობილის მიდის უკან და წინა საბურავები ვეღარ ეჭიდება კარგად. ვიხმარეთ, ასე ვთქვათ, ხრიკი და უკანასვლით ამოვედით ციცაბო აღმართზე, რომელიც უკვე აღარ გაჭირვებია, იმიტომ რომ წონა დაღაწვა წინა საბურავებს მოეჭიდა და კარგად წამოვიდა. ტრექშენი ძალიან კარგად მუშაობს. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ რეალურად დასტერი მაინც არის უგზოობაზე სასიარულო ავტომობილი, საჯლიგინო, ასე ვთქვათ, უკანა გზაზე ტაბაწყურიდან რომ მოვდიოდით, ჩვეულებრივი რალის ეტაპი ვიარეთ, ძალიან გავერთეთ, ძალიან ვისიამოვნეთ და ეგეთ გზაზე ორივე ძალიან გასიამოვნებთ, თუმცა 4-ვე წამყვანით უკვე იმედი გაქვთ, რომ ნებისმიერ ადგილას მიხვალთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ და ჩემთვის რო ყიდულობდე აუცილებლად 4-ვე წამყვანს ავარჩევდი, იმიტომ რომ გამოვიყენო ეს მანქანა მაქსიმალურად დანიშნულების მიზნით. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა, მოვინახულეთ ტაბაწყურის ტბა,
ულამაზესი ადგილები. აქვე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ თხოვთ ვინმე მიხედეთ გზა დააგეთ და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილი. უпростоად ადგილი უკვე არის, მაგრამ ინფრასტრუქტურა სჭირდება და იქნება ყველაზე მოთხოვნადი, ყველაზე ბევრი ტურისტი ჩამოვა და ძალიან მაგარი ადგილი იქნება. მოკლედ და როგორც არის რუმინეთში ესე სოფლიოში სახელგანთქმული გზები, ისეთივე გვექნება საქართველოში თუ უკეთესი არა. სასტუმრო კრისტალმა გვიმასპინძლა ჩვენ და გვინდოდა უბრალოდ მაქსიმალურად გადმოგვეცა ყველაფერი, რაღაც სასტუმროს რეკლამას არ ვაკეთებთ, მაგრამ გვინდა რომ ინფორმაციული ვიდეო იყოს და სასტუმროშიც უამრავი მოსასვენებელი და გასართობი სივრცეებია. პირველ რიგში აღნიშნავ ტოპოგანს, სადაც ავდივართ ორი საბაგიროთი გზაში ულამაზესი ხედებით, ტკბებით და შემდეგ უკვე ადრენალინით ვივსებით ტოპოგანზე. მინდა აღნიშნო სპა, ბასეინი, არის დიდი ბასეინი, ასევე პატარა ცხელი ბასეინი, არის საუნა, სხვადასხვა მასაჟი შეგიძლიათ ისარგებლოთ და მოკლედ თუ ვინმე ბაკურიანში აპირებთ დასვენებას, ჩემი აზრით საუკეთესო სასტუმროა კრისტალი, იმიტომ რომ აქვს უზარმაზარი ინფრასტრუქტურა და ჩვენ 6-ვე ძალიან კარგად გავერთეთ და თქვენს დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გაერთობით. მოკლედ ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ გვინდა ჩვენი ვიდეოები უფრო მეტად სანახაობრივი და უფრო მეტად ინფორმაციული გავხადოთ. წლებია უკვე მინდოდა საქართველოს გარშემო მოგზაურობა და ამ ყველაფრის ძალიან ლამაზად ჩვენი ხარისხით, ასე ვთქვათ, ჩვენ სტილში გადაღება. ეტაპობრივად წელიწადში რამდენჯერმე აუცილებლად გავალთ საინტერესო ავტომობილები და ესეთ ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ ხოლმე და შეიძლება რომ გამომწერებით თან წავიყვანოთ სრული ჩვენი ხარჯებით და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება, დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. ახლა აქ იმიტომ ვართ ამოსულები, რომ გადავიღოთ ძალიან მაგარი Instagram Reels-ები და მოდი ვნახოთ რა გამოგვივიდა. ირაკლი! Action! ამ ხანმოკლე, მაგრამ თავგადასავლებით სავსე გასვლამ გვაჩვენა, რომ ფრანგები საიმედო ავტომობილებს აწარმოებენ. საყვარელ ადამიანებთან ერთად ყველაფერი უფრო სასიამოვნო და სახალისოა. თუნდაც ტყეში საბურავის გამოცვლა. საქართველოს საოცრებების ქვეყანაა. მოგზაურობა კი საკუთარი თავის შეცნობა. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.